მოგესალმებით. მოდით ახლა მე და თქვენ ექსპრესაჯო გაშლა გავაკეთოთ და ვიმსჯელებთ მხოლოდ თითო არკანით და ვნახავთ ახლა ამ მომენტში, როდესაც თქვენ გახსენით თქვენი YouTube არხი, გაჩართეთ ჩემი ვიდეო და გინდათ პასუხი იმასთან დაკავშირებით ენატრებით თუ არა ახლა ამ მომენტში ჩაფიქრებულ ადამიანს, მე თქვენ ამ შეკითხვაზე აუცილებლად დაგიკმაყოფილებთ პასუხს. ხო, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარია, უკვე 20,000 ვართ. ეს ძალიან მაგარია, ძალიან დიდი მადლობა, რომ აქაც ერთგულად მომყვებით. და ხო, არ უნდა დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, რომ სულ ვიყოთ ერთმანეთთან შემხებლობაში და მოდით ვნახოთ ახლა ამ მომენტში ენატრებით თუ არა ჩაფიქრებულ ადამიანს პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი. პირველი, მეორე და მესამე. აი ასე. მაშასადამე, ვარიანტი პირველი გვექნება მწვანე. ობობა ესეთი, ვისაც ფობია გაქვთ უკაცრავად. ესეც მეორე ვარიანტი, ერთი წუთით ფერებს შევცვლი, რომ უფრო ინტენსიური იყოს მათი აღქმა. ასე ჯობია. და ესეც მესამე. მაშასადამე, ახლა დახუჭეთ თვალები. დაინახეთ კონკრეტული ადამიანი, შესაძლებელი ადამიანები, ვისთან დაკავშირებითაც გაინტერესებთ პასუხი ახლა ამ წუთას და ამ მომენტში. ენატრებით თუ არა. დააპაუზეთ ეკრანი, დაინახეთ ამ ადამიანის ან ადამიანების სახეები, გაანაწილეთ ვარიანტები და ჩვენ ვიწყებთ. ვარიანტი პირველი, ენატრებით თუ არა ახლა ამ მომენტში ჩაფიქრებულ ადამიანს. ენატრებით თუ არა ჩაფიქრებულ ადამიანს ჩემო ძვირფასებო. არკანი ძალა ამოვიდა, რაც მეუბნება იმას, რომ ადამიანი ახლა ამ მომენტში უფრო მეტად არის დაკავებული საკუთარი თავით, საკუთარი თავის განვითარებით, საკუთარი თავის უკეთესი ვერსიის დანახვა ახლა მისთვის არის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი. თulis რომ აბსოლუტურად მართალია თქვენთან მიმართებაში, თუ კი თქვენ შორის მოხდა გარკვეული კონფლიქტი, თუ კი თქვენ შორის მოხდა გარკვეული ახლა თითქოს სიშორეც იგრძნობა თქვენ შორის და მონატრების ნაწილში მე ასე ვიტყოდი, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც ახლა მხოლოდ რაღაცნაირად უფრო მეტად საკუთარ თავზე არის ორიენტირებული, ცდილობს იყოს წარმატებული თავის კარიერაში, თუ კი აქვს ადამიანს კარიერა, შემეცნებაში, სწავლაში, განვითარებაში, ბიზნესში, ხო, ყველას თავისი რეალობა აქვს, ხო, მაგრამ მე ასე ვიტყოდი, რომ და სხვა შორის შეიძლება ყავდეს კიდევაც გვერდით ადამიანი, რომელიც არ აძლევს მას იმის საშუალებას, რომ თქვენ მას მოენატროთ, მოდი ასე ვთქვათ, ასე რომ თქვენს მიმართ თუ კი ვისაუბრებთ, ხო, რა ამოძრავებს ამ ადამიანს, ხო? მე ვერ ვიტყვი, რომ რაიმე ჯანსაღი შეიძლება ამოძრავებდეს, უფრო მეცაც ვიტყოდი, რომ ადამიანი რაღაცნაირად სიბრაზეში არის თქვენთან დაკავშირებით, პროტესტები აქვს ადამიანს თქვენთან დაკავშირებით და თითქოს უკვე თქვენი გზები ისედაც და ასედაც არის გაყოფილი. და უფრო მეცაც გეტყვით, რომ თქვენ შორის არის უკვე იმდენად რაღაცა ძალიან დიდი დაშორება, ხო, რაღაცა ადამიანსა და ადამიანს შორის არის იმდენად დიდი სიცარიელე, პირველი ვარიანტი ხვდებით, ხო, რომ რაღაცნაირად რაღაცნაირად თითქოს უკვე წავიდა რაღაცნაირად ადამიანი. კი, შეიძლება ხანდახან იყოს მოგონება, ხანდახან შეიძლება იყოს რაღაცა გაგახსენდეთ ადამიანი, გაახსენდეთ მას, მაგრამ აი ესე რომ მოენატროთ, აი სუფთა ეს გრძნობა მონატრების, ხო, აქ ესეთი რაღაცა არ არის. გახსენება შეიძლება, მაგრამ ამ ყველაფერს სიბრაზე მოყვება, პროტესტი მოყვება. არ არის ეს გახსენებაც რაღაცნაირი თბილი და ბავშვური ხვდებით, ხო? სიბრაზე აქვს ადამიანს და ადამიანი თulis, რომ თუ კი რაიმე მოხდა თქვენ შორის, მას თქვენთან არანაირი ბრალეულობა არ აქვს. ის არის აბსოლუტურად მართალი და ხა ის ცდილობს რაღაცნაირად საკუთარი თავის აწყობას, თავის მეს უკეთესი ვერსიის შექმნას და უფრო მეტად საკუთარი თავით არის
ასე ვთქვათ, დაინტერესებული, ვიდრე თქვენი მონატრებით აქ ასე იკითხება. დიდი მადლობა. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი თქვენთან ვნახოთ, ენატრებით თუ არა ჩაფიქრებულ ადამიანს არკანი შეყვარებულები. აი აქ მე ვიტყოდი, რომ ადამიანს ენატრებით ადამიანს ვერ ვიტყვი, რომ აქ ადამიანს არ ენატრებით, თქო მეორე ვარიანტი. და უფრო მეცაც ვიტყვი, ადამიანი შესაძლებელია უახლოეს მომავალში გამოვიდეს კიდევაც თქვენთან კომუნიკაციაზე, თუ ეს გაინტერესებდათ და ეს ინფორმაცია გინდათ გაიგოთ, მაგრამ ნახეთ რა საქმე, ეს არის ადამიანი, რომელიც ძალიან მესაკუთრეა, ძალიან მისი მონატრება არის ძალიან საკუთრებრივი, არ ვიცი როგორ აგიხსნათ ხომ, ეს არის ადამიანი, რომლის პოზიციაც მისი გადმოსახედიდან არის ყოველთვის სწორი, ყოველთვის მართალი. ადამიანს აქვს სხვათა შორის საკმაოდ მაღალი თვითშეფასება, ვინც თქვენ აქ ჩაიფიქრეთ, კი, და თulis რომ მას აქვს საოცარი მაგნიტიზმი, რომ მასში არის რაღაცა ძალიან მაგიური, საოცარი, დაუვიწყარი. შეიძლება ეს ასეც არის, ხო, შემოძრფასებო და ნამდვილად ესე იგი მოსანატრებელია ადამიანი თქვენი მხრიდანაც. ასე რომ მონატრებით ენატრებით, უბრალოდ რა არის, იცით, ჩვენ ახლა და ამ მომენტში საუბრობთ, შეიძლება ეს მონატრება პერიოდულად მერე ხრებოდეს და ჩნდებოდეს თქვენს ურთიერთობებში, ხო? იმიტომ რომ რატომ ამბობთ ამას? იმიტომ რომ ეს არის ადამიანი, რომელიც თვითონ მართავს სცენარს. ვინ მოენატროს, ვინ არ მოენატროს, რამდენჯერ მოენატროს, რა დოზით მოენატროს, მიხვდით ხომ? იმიტომ რომ ადამიანი არის აბსოლუტურად დარწმუნებული საკუთარ თავში და აქ ცოტა ის არ მომეწონა, რომ ესე იგი თუ თქვენ მას თქვენ მოენატრეთ, თქვენც აუცილებლად უნდა გაგიხარდეთ და ხელები უნდა გაშალოთ და უნდა შეხვდეთ მას ძალიან დიდი სიხარული. ხვდებით ხო, ძალიან დიდი რაოდენობით ეგოიზმი იკითხება ადამიანის ენერგიებში. მიხვდით ხომ? და ადამიანი შეიძლება ადამიანს ნამდვილად ქონდეს რაღაცა ძალიან განსაკუთრებული ენერგეტიკა, ქარიზმა ქონდეს რაღაცა ძალიან თავისებური, ხო? მაგრამ უფრო ვიტყოდი, რომ ეს მეტად უფრო შეიძლება ეფექტი იყოს, ვიდრე შიგნით რეალური ადამიანი, მიხვდით ხომ? და არ გაყვეთ უბრალოდ და არ აღფრთოვანდეთ მხოლოდ ეფექტით, მხოლოდ ლამაზი სიტყვებით, მხოლოდ ასეთი გამოხატულებით, ხომ, საინტერესო გამოხატულებით, რაც ძალიან სექსუალური, ნებიანია და საინტერესოა, ხო? იმიტომ რომ იმის იქით შეიძლება მერე რაღაცა ისეთი სიცარიელე დაგხვდეთ, რომელიც ძალიან გატკენთ გულს, ხო? ამ სიცარიელის მერე ისევ მოენატროთ ადამიანს, ისევ გამოჩნდეს. ცოტა ეს იკითხება აქ. ხვდებით ხო? იმიტომ რომ მარტივი ამბავია, როდესაც ადამიანს ასეთი თვითშეფასება აქვს, ხომ, საკუთარ თავზე. შესაბამისად, თვითონ წვეთს სცენარი რამდენჯერ გაათამაშოს თქვენთან, ხომ, მონატრება არ მონატრების. უბრალოდ იყავით ყურადღებით, თორემ მონატრებით ახლა ამ მომენტში არის ეს მონატრება, მაგრამ იმის იქით უკვე ეცადეთ, რომ თამაშის წესები მხოლოდ მას არ წააყვანინოთ და თქვენი თამაშის წესები და თქვენი წესები და თქვენი კანონები შეიმუშავეთ მასთან ურთიერთობაში. მხოლოდ მას დააწერინებთ სცენარს. გამიგეთ? და გადავედით მესამე ვარიანტზე, შავი ობობა, ენატრებით თუ არა ჩაფიქრებულ ადამიანს ახლა. ექვსიანების კვერთხები ადამიანი ახლა ამ მომენტში დაკავებული არის უფრო მეტად, მე ასე ვიტყოდი, ფინანსური ენერგიით, ფინანსური, უბრალოდ საქმეებით. ადამიანი უფრო მეტად ახლა არის მოტივირებული იმაზე, რომ თქვა თუ სოციალურ ქსელებს აწარმოებს, შეიძლება ბევრი კარგი ფოტოები დადოს, აჩვენოს საზოგადოებას, თქვა როგორი წარმატებულია, როგორი საინტერესოა, როგორი გაზრდილია, ხო? ან ამას აკეთებდეს იმ ადამიანების წრეში, რომელიც მისთვის ახლა მნიშვნელოვანია. ხო, უფრო მეტად საკუთარი თავის ჩვენებითა და საკუთარი თავის დემონსტრირებით არის ადამიანი ამ მომენტში
რაღაცებში დაკავებული, მოდი მე ასე ვიტყოდი, ხო? ენატრებით თუ არა ჩაფიქრებულ ადამიანს, ნახეთ, მონატრება მოდის ხოლმე, ოღონდ მონატრება მოდის რაღაცნაირად პერიოდულად და ეს პერიოდები არის ერთგვარი ფლეში, ხო? აი რაღაცნაირად უცებ გამოანათა, უცბად მოგვინატრა, მერე უცებ არ მოგვინატრა, მიხვდით ხომ? აი ამ ნაწილში რაღაცნაირად გავს თითქოს მეორე ვარიანტს, მესამე ვარიანტი. მაგრამ უფრო მესამე ვარიანტი თითქოს რაღაცნაირად მესამე ვარიანტს უფრო მეტად არ ვენდობოდი კიდევ ვიდრე მაგალითად მეორე ვარიანტს და გეტყვით რატომ, ხომ? იმიტომ რომ ზედმეტად საკუთარი თავის ეს ცუდი არ არის, კაცო, რომ ადამიანი თავის თავით არის დაკავებული და დემონსტრირებს და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ შეგრძნება მაქვს, რომ თითქოს ადამიანი უფრო მეტად აჩვენებს, უფრო მეტად ჩვენებითია მისი ურთიერთობა ადამიანებთან, ვიდრე ვთქვათ სადღაც გულწრფელი. მას ეს სჭირდება ლამაზი ფოტოები, ჭკვიანური სტატუსები, სჭირდება რაღაცნაირად ესეთი შექმნილი დეკორაციები სადღაც იმისთვის, რომ უფრო კრუტოი და უფრო მაგარი ტიპი თუ მაგარი გოგო გამოჩნდეს, ხო? მას სჭირდება ეს ყველაფერი იმისთვის, რომ დაუმტკიცოს საკუთარ თავს და საზოგადოებას, მისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენად საინტერესოა და რამდენად წარმატებულია ის. მიხვდით ხომ? ამიტომ არის რა ეს მონატრების ნაწილი არის მისთვის უფრო მეტად მეორე ხარისხოვანი, ვიდრე თქვათ რაიმე სხვა. მე ვერ დავინახე გულწრფელობა ამ მონატრებაში, იმიტომ რომ ეს არის მომენტებში. იმიტომ რომ ადამიანი თუ გვენატრება, ის გვენატრება სულა, ეს მონატრება არის სულ მასში, მიხვდით ხომ? სულ არის მასში და შესაბამისად აი ეს სულ ეს გულწრფელი მონატრება მე აქ უბრალოდ ვერ დავიჭირე. მიხვდით ხო რა შეესაქმე? ამიტომ მესამე ვარიანტი, რას გირჩევდით ახლა მე თქვენ ამ ადამიანთან დაკავშირებით? ძალიან რთულია რომ რაღაცნაირად არ თქვენს გაინტერესებთ მისი სურათები, თქვენს გაინტერესებთ აშკარად მისი წარმატება, მისი წარმატების წინსვლების ამბები, მისი ირგვლივ რა ხდება, გაინტერესებთ თქვენ ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ადამიანი ამ ყველაფერს რაღაცნაირად გაჩვენებთ, ანუ გაჯერებთ, რომ ადამიანი ესე იგი ნამდვილად წარმოადგენს იმას, რასაც აჩვენებს. ხო, ეს ყოველთვის რაღაცნაირად გვიზიდავს, უფრო მეტი ინტერესია, უფრო მეტი ის არის, მაგრამ განმეორდები ეს ადამიანი თითქოს უფრო სხვებისთვის ცხოვრობს, ვიდრე საკუთარი თავისთვის. აი ეს არ მომეწონა და ის რომ მისი მონატრებაც რაღაცა თითქოს მთვარის ფაზებთან არის დაკავშირებული. დღეს მენატრება, ხვალ არ მენატრება, ზეგ მომენატრება, მაზეგ არ მომენატრება. ანუ არ არის სტაბილური, მიხვდით ხო ადამიანი, მაგრამ ერთადერთი რაც საქმე სტაბილური ამოვიკითხე, ეს არის საკუთარი თავის მიმართ მუდმივი ყურადღება, მუდმივი დემონსტრაცია მოდის და მუდმივად რაღაცნაირად აფიშირება საკუთარი მესი. ბევრი სურათი შეიძლება სიტყვაზე ვამბობ რაღაც საზღვარგარეთ წასვლა, ბევრი სურათების დადება, გაზიარო, აი მიყურავს საზოგადოებამ როგორი წარმატებული ვარ სიტყვაზე, ან რას მივახცე. შეიძლება ბევრს არაფერს არ მიაღწია ადამიანმა, მაგრამ ამას ისე აჩვენებს და ის იმდენად უნდა რომ ეს ყველაფერი დიდად წარმოაჩინოს, რომ ხომ იცი ისიც გჯერა, იმის ჯერა მერე დანარჩენ საზოგადოებასაც. ასე რომ აქ არის აი ესეთი ამბები ამ ეტაპისთვის ჩემო ძვირფასებო ექსპრეს გაშლა, თითო არკანით ვიმსჯელეთ რაც გვაქვს ძირითადი მოცემულობა, ცოტა-ცოტას ვიღებდი ინფორმაციებს, რა თქმა უნდა, ტაროს არკანებიდან ვიმატებდი, რომ უფრო მეტი, ვთქვათ, საინტერესოობა და ინფორმაციულობა მომეცა თქვენთვის. მე კი რა თქმა უნდა, ველოდები დიდი ინტერესით თქვენს კომენტარებს, ჩვენ სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს სიყვარულით.